ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარე აკეთებს კომენტარს პირდაპირ ეთერში ვრთავთ შალვა პაპუაშვილს. ჩვენი ამინდი არის განწყობა ხალხში, საშემოდგომო, მას შემდეგ რაც ჭირნახული არის დაბინავებული, უხრებს აზდის კვამლი და მთელი კახეთი ამ დროს ზეიმობს სუსხიანი დღის და მზიანი დღის ფონზე და მიხარია რომ შესაძლოა მამაკ რომ ქიზიყელებთან ერთად აღნიშნოთ ეს დღე. წელს გამორჩეული წელი იყო კახეთისთვის მოსავლის მხრივ. იცით რომ ჩვენი დამოუკიდებლობის პერიოდში ყველაზე მაღალი მოსავალი იყო ყურძნის, რაც თავისთავად გულისხმობს თითოეული ოჯახისთვის კეთილდღეობის დასს და რა თქმა უნდა გულისხმობს ასევე კარგ განწყობას მთლიან კახეთში. ბატონო შალვა, ოპოზიციის სრულ კამპანია რო შეგვიფასოთ, ყველა საჭიროებდა რომ რუსეთი უკრაინასთან მარცხდებოდა, თუმცა ახლა სულ სხვა რეალობა გვაქვს, განსაკუთრებით ტრამპის მიერ წარმოქმნილი სამშვიდობო გეგმას თუ გავითვალისწინებთ. და რას ეთყოდით ოპონენტებს, რომლებიც ომის დაწყების დღიდან სწორედ უკრაინის საკითხის გამო გაკრიტიკებდნენ? მაშინ როდესაც ჩვენ გარე ძალები და ჩვენი შიდა ოპოზიცია და NGO-ები გვეკაჩებოდნენ ომში, მაშინ თქვით ჩვენ ზუსტად რომ ვინ თუ არა ქართველებმა ვიცით ძალიან კარგად როგორ იწყება ასეთი ომები და რაც თავარია ძალიან კარგად და მწარე გამოცდილებით ვიცით როგორ სრულდება ასეთი ომები და ამიტომაც იყო საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებით ფრთხილი, ვინაიდან ჩვენ ვიდექით სწორედ ასეთი დამანგრეველი ომის პირზე, სადაც პირდაპირ გვიბიძგებდნენ გარე თუ შიდა ძალები. და ამის საპირწონედ ჩვენ ხედავდით ყალბ ჯიღისცემას კერჩი, ყალბ გმირობას კომპიუტერების კლავიატურასთან, იმის გააზრების გარეშე ზოგიერთის მხრიდან თუ რა საფრთხეებს წარმოადგენდა ამგვარი ისტერიის დათესვა საქართველოში. თავისთავად ის რაც ხდება უკრაინაში, ეს მძიმე მდგომარეობა არის. უკრაინას დღეს აქვს ისეთი მდგომარეობა და უკრაინის ხელისუფლებას, რომ მას არც ომის გაგრძელება შეუძლია და არც ომის დასრულება. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, ვინაიდან ჩიხში არის ზოგადად შესული მთლიანად ეს პერიპეტიები და ომი. გამოსავალი ომის გაგრძელება მძიმეა, ომის დასრულებაც მძიმეა და გუშინ პრეზიდენტ ზელენსკის გუშინდელი განცხადებაც სწორედ ამის დასტურია, რომ ეს არის ორი ცუდი არჩევანიდან არჩევანის გაკეთება უწევს დღეს უკრაინა და ზუსტად ეს უნდათ, რომ ჩვენს თავსაც დამართოდა, რომ ჩვენს რეალური არჩევანი არ ქონოდა და ორი ცუდი არჩევანის წინაშე დავეყენებინეთ და სწორედ ეს არის და საქართველოს ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა ჩვენს ქვეყანას. ფიჩის წერილზე მინდა გკითხოთ ევროკომისიის პრეზიდენტს გაუგზავნეს, სადაც საქართველოს დასჯა სიტყვები. მოთქმულობ რას ემსახურება ეს წერილი ზოგადად და ესეთი ქმედება? იპიპის წერილი. ხო, თავისთავად ცრუ ნარატივები, რომელიც ევროპის სახალხო პარტიიდან მოდის, ეს არ ახალია. ყველაზე მძიმე ის არის, რომ ევროპის სახალხო პარტია ერთ-ერთი ძლიერი პოლიტიკური გაერთიანებაა და რამდენიმე ქვეყანაში ხელისუფლებაში არიან. ხედავთ, რომ ასეთი ღირებულებებისგან დაცლილი, დეზინფორმაციის გამავრცელებელი და რაც თავარია, სხვა ხალხებზე თავდამსხმელი პარტია სხვადასხვა ქვეყანაში არის ხელისუფლებაში, მათ შორის ევროკომისიაში არის წამყვან პოზიციებზე წარმოდგენილი, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტის სახით. სინამდვილეში ჩვენ ხედავთ, რომ ამ ყველანაირ წერილებს ძალა აქვს დაკარგული ქართველი ხალხისთვის, არც ერთი სიტყვა ამგვარი უცხოელებისა არ ინდობა. ეს ის ხალხი არის, ვინც უკრაინას ეუბნებოდა, რომ ბოლომდე იდგებოდნენ მართგვერდში და გუშინ მოვისმინეთ უკვე კომენტარები სხვა ქვეყნის ხელისუფლებისა, რომ კონტაქტის ხაზი უნდა იყოს იქ, სადაც მოლაპარაკებები გაწერტილიდანაც უნდა დაიყოს და ამით ფაქტობრივად უკვე უკრაინას უთხრეს, რომ ტერიტორიები უნდა დათმოს. ასე რომ ჩვენ ასეთი მტერმოყვარეები ბევრი ყავს სამწუხაროდ, მაგრამ საბედნიეროდ ქართულმა ხალხმა ისწავლა როგორ გაუმკლავდეს ამგვარ მტერმოყვარეებს. ფიჩის რეიტინგზე უნდა გკითხოთ, ის 25 წლის რეიტინგი
მიხედვით საქართველოს ეკონომიკური ზრდა შეინიშნება. რა გითხრათ ეს რა შეფასებს რამე მნიშვნელოვანი ეფექტი დიდი რეიტინგის დონეს ინარჩუნებს მოლოდინებიც რა აჩვენებს კიდევ ერთხელ საქართველოს ხელისუფლების სწორ პოლიტიკას, ეკონომიკურ პოლიტიკას და ზოგადად პოლიტიკის წარმოებას, რომელიც სტაბილურობის შენარჩუნებაზე არის მიმართული და რაც შემდეგ უკვე, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ გარემოსაც ახალისებს და მეორე მხრივ აჩვენებს, რომ იმ პირობებში, როდესაც რეგიონში მიმდინარე ომის პირობებში საქართველოს ასეთი წარმატებული არის, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს წინააღმდეგ არსებული თავდასხმების ფონზე ასეთ წარმატებას ვაღწევთ, ყველას ადვილად შეუძლია წარმოიდგინოს თუ რამდენად კიდევ უფრო რამდენად წინ ვიქნებოდით, თუ კი არ გვექნებოდა ეს მუდმივი თავდასხმები ბრიუსელიდან, მუდმივი თავდასხმები სხვადასხვა დედაქალაქიდან, რომელსაც პირდაპირ მტრული პოლიტიკა აქვს ზოგიერთ გარეძალას საქართველოს მიმართ. ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო, კიდევ უფრო ამაზე წინ იქნებოდა საქართველოს და სწორედ ეს არის რომ ბრიუსელის თავდასხმებით და გარედან თავდასხმები აყოვნებს კიდე იმ ტემპს, რომელიც სინამდვილეში კიდე რეალურად შეიძლება გქონოდა. ბრიუსელის თემას გავაგრძელებ ბატონ შაوار, გადადებული დიალოგი და კრიტიკა ხელისუფლების მისამართით, თქვენი აზრით, რატომ არ მოისურვა საქართველოს ხელისუფლების არგუმენტების მოსმენა ბრიუსელმა? იმიტომ რომ იციან, როგორც კი სიმართლე შეეხება იმ დეზინფორმაციას და ცრუ ნარატივებს, რომელსაც ბრიუსელი ასე რუდუნებით აკოჭიჭებს ხოლმე, იმ მომენტშივე ეს ნარატივი ჩამოიმსხვრევა და იციან რომ სუსტები არიან არგუმენტებში, იციან რომ სიმართლეს ვერაფერს ვერ დაუყენებენ წინ. ეს არის რეალურად სუსტის გაქცევა დისკუსიისგან, ვინაიდან იციან რომ რაიმე არგუმენტი საქართველოს წინააღმდეგ მათ არ აქვს. რაც შეეხება საარჩევნო კოდექსის შესაძლებლობებთან დაკავშირებით, რომელსაც საკმაოდ დიდი უნებათაღელვებას შეფასებების სხვადასხვა არგუმენტები გვყავს, შეფასება. ხო, ვფიქრობ, მე მგონი, რაც ახლა ბოლო პერიოდში მოვისმინეთ, ნიშანდობლივია, რომ კოდექსის მიმართ მისი დებულებების 99%-ის მიმართ შენიშვნა არ აქვს და ეს უკვე კარგია. ერთი რომ საჭიროება იყო ახალი კოდექსის, ვინაიდან ძველი კოდექსის ცვლილებების გამო უკვე ტექსტი თავადაც გართულებული იყო, ამიტომ დიდი კრიტიკა არის მის ერთადერთი საკითხი, რასაც ცდილობს ახლა რადიკალური ოპოზიცია წარმოადგენს, ეს გახლავთ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნა არ გახსნის საკითხი. და ამისი არგუმენტებიც საკმაოდ ნათელია და ამის საფუძვლად ვერაფერი ვერ მოიყვანა ოპოზიციამ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენ ვერ ავიღეთ პასუხისმგებლობას ჩვენს იურისდიქციის მიღმა, ჩვენი მოქალაქეების მიერ ნების თავისუფლად გამოხატვაში და ეს არის ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულება. ჩვენ ვატყობთ, რომ ინტერესი საქართველოს არჩევნებში ჩარევისა არის დიდი და შარშან ნახეთ ჩვენ პირდაპირ უხეში ჩარევა ელჩების და სხვა ქვეყნის ლიდერების მხრიდან არჩევნებში, ამიტომ მოსალოდნელია, რომ ეს წნეხი ჩვენს ემიგრანტებზე კიდევ უფრო გაიზრდება ვიდრე იყო შარშან, როდესაც გერმანიის მაღალი თანამდებობის პირი ბუნდესტაგის კომიტეტის თავმჯდომარე თავად იყო ჩართული მათ შორის ამორჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენაში გერმანიის ტერიტორიაზე. ეს ყველაფერი მოიმატებს, მზარდი იქნება და სწორედ ეს წნეხი რომ მოვაცალოთ ჩვენს ემიგრანტებს, ამიტომაც იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული. იმისთვის რომ უცხო იურისდიქციებში ვინმე არ სცადოს მათი იარაღად გამოყენება საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მათზე ზეწოლად. უსმენდით პარლამენტის თავმჯდომარე